კაცო მეგობრებო, მიესალმოთ ჩვენი გადაცემის სტუმრები ნიკა მელია და ირაკლი აბესაძე. ესე იგი, მოგესალმებით, ნიკა, შენ ფაქტურად ჩვენთან ხარ ჩაწერილი ხარ ჩვეულებრივად, მე მგონი აქედან უკვე აღარ გადიხარ, იმიტომ საცობებია და შემდეგი მოწვევა რო იქნება, სულ აქ ახარ და ჩვეულებრივად მოდიხარ შემდეგი გადაცემისთვის. ანუ ისე ხშირად ხარ და ირაკლი დღეს პირველად არის ჩვენს გადაცემაში. ხო, თან ირაკლი სულ აქტიურია ხოლმე, გამოდის, მართალია ემოციები არ აქვს, მაგრამ ხო ანუ ერთი მინდა თავიდანვე მოუყვე მისალმებასავით, რომ აი ზუსტად მეგობრებთან ერთად გავარ სადღაც რამოდენიმე კვირის უკან, ნამდვილი ამბავია და ვიცინით რაღაცაზე მოვიდა ასაკიანი ქალბატონი გამაჩერა, თქვენ ხომ ირაკლი ხართ აბესაძე, მე უთხარი დიახ და ნუ როგორც წესი მე ისმენ რომ აი რა კარგად გამოდიხარ, რა კარგი ბიჭი ხარ და ქალბატონმა მითხრა რომ მე თქვენ არ მომწონს ხართ, იმიტომ რომ ტელევიზორში სულ ჩხუბობთ და სულ პრობლემებზე საუბრობ და რომ მიცინით თურმე რა კარგი ბიჭი ყოფილ ხარ და ეხლა გვინდა რომ ეს სტერეოტიპი ასე თქვა დავარღვიოთ, რომ კადრს მიღმა ჩვენც ვიცინით და იქ უბრალოდ საკრებულოში არ აქვს სასაცილოდ საქმე და მართლა ესია საქმე ნიკა საკრებულოში არა ის ვიღაცას გონია რომ ჩვენ არ ვასვენებთ ნარმანიას აი მაგაზე მინდა ლაპარაკი რომ ტვინს ნარმანიას სიამოვნებაში პირიქით არის ეხლა რამდენჯერ ვთქვით რომ შევეშვა სხვა საქმეებზე გადავერთოთ მაგრამ ნუ მოსვენებას არ გვაძლევს ეხლა ლიმიტი არ აქვს ასე ვთქვათ მის მარგალიტებს და ამიტომ ვფიქრობ რომ უბრალოდ ეს ვანო შოუს თქვენ შენ შოუშიც მეოთხეჯერ ვარ რეალურად ამის დამსახურებაც არის ბატონი დათოსის და დათო ერთხელ არის არ მოდის ხო მე მიუხედავად ამისა ვფიქრობ აი ჩვენ ეწოდებული სტოკჰოლმის სინდრომი შეგვეყარა ან როდესაც მსხვერპლს მოძალადე უყვარს და მოძალადეს მსხვერპლი რა აი დაახლოებით ესეთი სიყვარულში გადაიზრდება საერთოდ ეს ასე თქვა თუ ამ სამკუთხედს შევკრავთ და ამ სამხრივ სიყვარულს ასე თქვა გავშლით ერთადერთი შემთხვევა გქონდა როდესაც ასე თქვა ერთად გადავეყარეთ მე და ნიკა ბატონ მერს ესე იგი გაწვიმდა ძალიან თბილისში ჩვენ როგორც ასე თქვა ნიკა როგორც გამგებელი, მეც როგორც მერის თანამშრომელი, ეგრევე ვგრძნობთ, რომ სად შეიძლება შეიქმნას პრობლემა, დაურეკეთ ერთმანეთს, შევთანხმდით და გავედით მერის წინ სააკაძის დაღმართზე, სადაც ვიცით, რომ იქ სანიაღურის პრობლემაა და შეიძლება გზა გაფუჭდეს და მივედით, ხედავთ, რომ ორი ადამიანი არის მერის თანამშრომელი, ღამე არის რა, ღამის 2 თუ ასე პირველი 2 საათია, მერის რამოდენიმე თანამშრომელი სხვათა შორის დავხვდა, იკრიბებიან ისინიც, შეუერთდით ჩვენ, განვიხილეთ რა პრობლემაა, რატო არის, რა შეიძლება გაკეთდეს, ანუ ყველანაირი მითითება მივეცით, შევთანხმდით, ერთმანეთს ხელი ჩამოვართვით, მოგეთ დავალაგეთ ასე თქვა სიტუაცია, ქალაქი საიმედო ხელშია და გაჩერდა რაღაცა ჯიპი გვერდზე ჩერდება. გავხედეთ და ნუ მერის მანქანაა, მაგრამ არ გადმოდის რა, არ ვიცი რატო, რა იფიქრა, ეთქობა შემოვხედა, ნუ ჩვენი დანახვა ნამდვილად გაუხარდა თქო ვერ ვიტყვი, გავხსდა 1.15-20 მეტრი და ნუ გადმოვიდა ბოლო-ბოლო რა. გავართ და ესა მელას თავის მახრჩობელა უყარდაო, კი არ მივიდა თავის თანამშრომლებთან რომ რა ხდება და რა სიტუაცია, მოვიდა პირდაპირ ჩვენთან, მე და ნიკასთან, დაგვიდგა და ნუ დავიწყეთ ასე თქვა საუბარი, აუხსენით რომ რა პრობლემებს ქმნის ასე თქვა მისი უნიათობა, უქნარობა, ვეუნებით ამას იმას, მან დაიწყო რომ ქალაქს თვითონ აგუგუნებს, ჩვენ გადათხილი დავტოვეთ და შემოიკრიბა გარშემო ხალხი ასე თქვა ხმაურია და აუგათ მერი რომ ჩაირთო და საუბრობს, ნიკა მიუახლოვდა ესე გადაიხარა და რაღაცას ეუბნება, ასე ვთქვათ, ყურში უთხრა. და მერი გაჩერდა. ასე ვთქვათ, ძალიან აქტიური საუბრის შემდეგ გაჩერდა. ნუ ყველა გაჩერდა, ირგვლივ პატრულია ისა, მანქანები გამორთეს, რაღაც მტკვარიც აღარ ხმაურობს. მე მგონი აბსოლუტური, ასე ვთქვათ, აბსოლუტური საჩუმია და ნარმანია გახედა, ასე ვთქვათ, მერმა თავის დაცვას, მოიხმო თავისკენ და ისევ ესე რაღაცა ყურში უთხრა. ამან ეს ასე თქვა შეცვა მოტრიალდა ნიკასკენ და ეუნება. მოუხადა ჩემ ვერს ბოდიში. აი რა უთხრა. საერთოდ ახლა მე და ნიკა გარდაიცვალა ერთად საქმეს ვაკეთებ, მეგობრებიც ვარ და თითქმის არ გვაქვს ანუ თემები მით უმეტეს სამსახურებში. რა ჯერ არ ვიცოდი. ვიხარ მეთქი და დაცვის წევრი ვარო და მოუხადიო ბოდიში ახლა დათოსო და მე უთხარი ხა მე და დათოს ურთიერთობა ერთ საიდუმლოს იმსახურებს მეთქი და ხა რატო გაგცადო მე რა უთხარი ყურში შე რატო დღემდე არ ამბობ რეალურად ან მართლა მოვიდე და მთხოვდა
რომ ეხა შენ ადექიო და მიდი და ბოდიში მოუხადი და არაფერი ისეთი არ მithქვამს რა. დათვის თანამშრომლობა. და მოკეთ მერმა ისე დატოვა ის სიტუაცია, რომ იქ რა მოხდა ზაგაფუშა თუ რა იმაზე ვერ ისაუბრა, რაღაც აიდუმლო გაიგო ნიკაზე. და მათაც დავდივართ ეხა ძირითადად ერთად გვიწევს ეხა პრობლემების მეტი სამწუხაროდ რა არის და რამდენიმეჯერ მოგვიწია თბილისის გარეთ გასვლა და ერთ-ერთი სოფელი ნუ ძალიან ისეთი მიტოვებული სოფელია სამწუხაროდ ავედით და მე ირაკლი კიდე ჩვენი მეგობრები საუბრობთ მოკლედ ძალიან აქტუალური თემა იყო გაზპრომი როგორც ეს არის გაზპრომის პრობლემატიკა და გაჭვი არის ეხა ებში და ნუ საუბრობთ მოსახლეობასთან რომ არავითარ შემთხვევაში გაზპრომს არ უნდა მიცეთ გაქანება რომ რუსული გაზი არ უნდა ჩანაცვლოს აზერბაიჯანული გაზი უნდა დარჩეს და რუსული გაზი არის ეხა ჩვენი ქვეყნის დაღუპვა რომ ის 200 მილიონი კუბომეტრი გაზი ჩვენ გვჭირდება ანუ ფული არ უნდა გამოვარდოთ რაც ახლავს ამ პრობლემას რა 10 წუთი ვისაუბრეთ ამ თემაზე და ბოლოს ვკითხეთ მოსახლეობას რომ ეხა თქვენ რა პრობლემა გაქვთ რა რა გჭირდება თქვენ და ყველა ერთბაშად რომ აი გაზი თუმცა აღმოჩნდა რომ ამ სოფელში გაზი არ არის საერთოდ და ეს თავხედები ავედით და ვეუბნებით რომ არა გასწროს არა რუსულ გაზს დარჩეს აზერბაიჯანული გაზი და აი ართა დააშევ აი თავხედების შევხვდით რომ არ ვიცოდით ამ სოფელის ბოლომდე პრობლემატიკა ხო ჩავსხედით მანქანაში ბოლომდე ერთი პოლიტიკოსი გვეღარავა თუ გაზის მილი არის ჭირება რაღაცა მილი უნდა ტანმაღალ ხეებზე მინდა საუბარი ახლა თქვენ ბევრჯერ გამოხდეთ ახლა რამდენიმე აქცია იყო მაგაზეც ვისაუბრეთ მაგრამ აი ეს ბოლო ყველაზე საუკეთესო ამოთი დავიწყოთ ხა ეს არის ქალაქშიო ნუ ტანმაღალი ხეები უნდა ან როგორ ირგვება ტანმაღალი ხე რა არის ჩვენ ხო ავიცი ხა აი ტანმაღალი მე ფიქრობ ისი რა შეიძლება რაღაცა აგრონომიაში ბოტანიკაში როგორც მეცნიერებაში ეს მართლაც მიღებული ტერმინია მაგრამ ნუ აი ტანმაღალი ხე უკვე ამადგან უკვე სასაცილოა ხო მე ფიქრობ მარტო ტანმაღალი ხეები ხა ქალაქს ერთფეროვანს გახდის უნდა იყოს სხვადასხვანაირი ხეები როგორი ხე შეიძლება ეპრანჭია ხეები ოპცია ჩაცოცხული ხეები შეიძლება უბნის ხეები შეიძლება ასევე ერთ-ერთი ორიენტირი გახდეს თბილისში ტანმაღალი ხეა როგორც აი მაგალითად აი 7 საათზე შევხვდეთ დედაენის ბაღთან ანუ ძეგლთან ხო ვსაუბრობთ ან 7 საათზე თავისუფლების მოედანზე ან ანონსი რომ მიდის აქციაზე რომ 27 იანვარს გაიმართება აქცია ტანმაღალ ხესთან ერთად ანუ შეიძლება ერთ-ერთი ორიენტირი გახდეს ტანმაღალ ხესთან მე რაღაცაში არის პლუსი სად შევხვდეთ ტანმაღალ ხესთან მოდი და იქ შევხვდეთ მე მგონი ადგილებს ნიშნავს შეიძლება ნორმალი საიდან იგონებენ საიდან იგონებენ მართლა ეს მილიონი ყვავილი შენ გეცოდინება რა პროგრამაა შესაკრებულში ჩახედული ხარ საბუთებში კი, არ ვიცი, ნამდვილად გასაოცარი იყო მილიონი ხის შემდეგ, ასე ვთქვათ, მილიონი ყოველთვის ზოგადად, როგორც ჩანს, ამ მილიონებისკენ მიდრეკილება აქვს. ნამდვილად ვერ ამომიხსნია, ასე ვთქვათ, ეს მიდრეკილება რა არის. თუმცა, როგორც ასე ვთქვათ, ხეები, ასე ვთქვათ, დარგეს და გაახმეს, ამ მილიონ ყვავილს უფრო ადვილად გააქრობენ, ასე ვთქვათ, დედამიწიდან და როგორც ჩანს, უფრო ადვილი სქემა არის, ასე ვთქვათ, თანხის მოპარვის, ეს ნაწილობრივ სერიოზულად, თუმცა სინამდვილეში ეს ასეა და ამწუხაროდ შეიძლება ვიღაცისთვის სასაცილოა, ვიღაცისთვის სინამდვილეში საერთოდ არ უნდა იყოს სასაცილო. თუმცა, აი ხშირად საუბრობენ სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფები, რომ უნდა მოხდეს მარიხუანას ლეგალიზება, ხო? მარიხუანას ლეგალიზება, არადა სინამდვილეში უკვე არის ერთი ადგილი დედაქალაქის მერიაში, სადაც ეს უკვე ლეგალიზებული არის. ტოპ მენეჯმენტში. დარწმუნებული ამის გარეშე შეუძლებელი ეს დაფასება იყოს. დარწმუნებულები ვართ, რომ ამ ბრძანებაზეც მოაწერინეს თელი ნარმანიას და არ იცის და ჩვენს ვეძებთ და იმედია, რომ ბრძანება მარიხუანის ლეგალიზების შესახებ ამის გარეშე შეუძლებელია. ერთი კიდე რაც მინდა კითხოთ, ეს არის დიდი ამბავი რომ ატეხეთ ამ პროკურორის შვილის სასტუმროს ხარჯებზე საფრანგეთში. ეგ ხო რეალურად მერის ბრალი არ ყოფილა. კი, საოცარი პასუხი მივიღეთ სხვათაშორის თბილისის მერისგან. მან თქვა რომ მე არ ვიციო და საზოგადოებაც დამშვიდდა, აღშფოთებული ხალხი დამშვიდდა, რომ თურმე მერს ეს არ ცოდნია და თავარი ეს იყო ამ სიტუაციაში, რომ არმანიამ არ იცოდა, მაგრამ პრობლემა კიდევ ის არის, რომ მან ძალიან ბევრი რამე არ იცოდა ამ 1 წლის განმავლობაში, რაც ის თბილისის მერია, მან არ იცის, როდის შეუცვლიან მოადგილეს და სამსახურის უფროსებს, მან არ იცოდა, რომ მისი სახელით მოსკოვის მერი მოიწვიეს თბილისში, მან არ იცის თვითნებურად ვინ თხრის გზებს, მან არ იცის რატო შექმნა მარგიშვილის სამსახური, მან არ იცის რატო როდის მოაწერა ხელი ასე ვთქვათ პროკურორის შვილის დაფინანსებას, ასე ფაქტიურად შეგვიძლია ვთქვათ, რომ არ ვიცია მერი უყავს და
არაკომპეტენტური თოვლის ბაბუები. არაკომპეტენტური თოვლის ბაბუები კი. არა, თოვლის ბაბუ ახალწელს მივიდა და ამბავი ატყდა, რომ საჩუქრები არ დაურიგეს. თუმე ტენდერის გამოცხადება ვერ მოუსწრიათ და მე დათოს პასუხი იყო, რომ ნუ ახლა რაღაც არაკომპეტენტური თოვლის ბაბუები იყვნენ, რომ მე ეს არ ვიცოდიო. არაკომპეტენტური, ანუ ყველას გადაცვლა ბავშვებს. ბავშვებს. აი ხა საუბრობთ. მართლა გულის სიღმეში რაღაცა გულშემატკივრობთ და რატო გულშემატკივრობ? იმიტომ რომ ხა რო გითხრათ რომ ძალიან მიხარია ამდენი მისი შეცდომები და ის მარგალიტები მე რო აიტაცებს მთელი ქვეყანა ბოლომდე ნამდვილად არ არის ესე იმიტომ რომ ამ ადამიანთან წაგებული მაქვს საჩერმეში წაგებული მაქვს და ნუ რაღაცაერად გულშემატკივრობა აი როგორც ფეხბურთია ხო ქეჯგუფი და გუნდი რო გამოგაგდეს მაგალითად ერთი ხო აი და გერმანია ძლიერი გუნდი მე გულშემატკივრობ რომ ფინალში გავიდეთ და იგი გერმანია მოიგოს და თქვა რომ აი ჩემპიონთან წავაგე ხო აი ეს ამბავი მინდა რომ მოხდეს არა არ გამოდის ამიტომაც ესე იგი ულევად ვაძლევთ ხოლმე რჩევებს აი მაგალითად უბრალოდ რა თუმე მერიაში თანამშრომლები ზედმეტსახელად რას ეძახიან იცი დათოს? მართლა სერიოზულად თუ ისე? არა, სერიოზულად, ერთ-ერთი სამსახურის უფროს ვინო ვიცოდა მან მითხრა რამდენიმე დღის წინ. მერიაში, ნუ რამდენ რას ეძახიან იცი? რასი? მდგმურს. მდგმურს. აი ამიტომაც გულით ვერ დროებით არის და ნუ მალე წავა ესეთი. თან გულით ვერ მე ერთი გამოცვლა იყო, როდესაც თქვა რომ თბილისში დაიწყება ორმოული სამუშაოები. ეს სწორი ტერმინია, ორმოული სამუშაოები. არ ვიშურებთ ხოლმე ძალისხმევას, რომ მივცეთ რჩევები, აი ორმოული შეკეთება სად გააკეთოს, კაპიტალური სად გააკეთოს და არ გვიჯერებენ რა უბრალოდ. აი მაგალითად უთხარით რომ გზებს აგებთ უხარისხოდ. და აი მაგალითად კონკრეტულ დღეს ვეუბნებით კეთილმოწყობის სამსახურის უფროსს, რომ გაგარინის ქუჩა არის უხარისხოდ დაგებული. 2 დღეში ის გზა დაინგრა. ვეკითხებით რომ რატომ დაინგრა ეს გზა? შემოგვეტყოდა და გითხრა რომ უხარისხოდ იყო დაგებული და ამიტომ დაინგრა. ვეუბნებით რომ ნუ შექმნით მარგიშვილისთვის შეპესე კორუფციას. იმიტომ რომ მერიაში ამ ტიპის სამსახური თქვენ გაქვთ. გავიდა 9 თვე, აი დღეს გამოვიდა საკრებულოს ხდომაზე ეს საკითხი, ვეკითხებით რომ რატო გაუქმებთ ამ იმას სამსახურს. შემოგვეტრიალდნენ და გვითხრენ, იცით, ჩვენ მერიაში გვაქვს იგივე ფუნქციის სამსახური და ვაუქმებთ ამიტომ, ხო და ბოლოს და ბოლოს ვეუბნებით რომ წააგებთ 2016-ში. არჩევს, იმიტომ რომ უმაქნისებით ხართ და დარწმუნებული ვარ რომ ნოემბერში მოგვეტრიალდებიან და გვეტყვიან რომ წავაგეთ ეს არჩევები, იმიტომ უმაქნისები ვარ და აბა რა გვექნა. დაგვიჯეროთ არა, მართლა მაინტერესებს აი ეს მეტალების ხელშეწყობის ცენტრი დიდი იმით 9 თვის წინ თუ რაღაცა შეიქმნა, სადაც 2 მილიონი გამოიყო ბიუჯეტი და მეწარმეებისთვის ხელი უნდა შეეწყოთ. ესეთი ცენტრი ანუ თვითონ აღმოჩნდნენ მეწარმეები, ანუ და კარგად შეუწყეს თავს ხელი. ანუ ეგრე აი მაგალითად კარგი დამთხოვა იყო. ანუ იმის გამო შეიქმნა რომ მაგალითად უბრალოდ ხელფასი აეღოთ ჩვეულებრივად. აი ერთ-ერთი აბსურდული სამსახურია, რაც არსებობდა დღესაც არსებობს უამრავი. კი, ნამდვილად არის, აი მაგალითად ვარიანტები არა გვაქვს, კიდე ახლებრივი. არა, ვარიანტები კი რა არსებობს. უკვე არსებობს მილიონი ხის ძებნის სამსახური და თავად ეძებენ სად დარგეს. ეხლა დაემატება ყვავილების მოძებნის და დარგვის სამსახური. თვლის სამსახური დაჭერება, დაითვალ. გვაქვს სპეციალური დეპარტამენტი მერის შეცდომაში შეყვანის და ისინი ყველაზე კარგად მუშაობენ და ყველაზე დიდ პრემიებს იყო ხალხის შეცდომაში შეყვანის სამსახური, მაგრამ არ გაამართა და გააუქმეს და ის თანამშრომლები გადაყავთ ეხლა მერის შეცდომაში. აი მაგალითად ესეთი ხელის შეხოცვის ბიურო. კი, შეიძლება. აი ჩვეულებრივად მიდიხარ მაგ სამსახურში კატალოგს გიჩებენ თანამშრომლებს და შეახოცოთ ხელი. აი ეს კარგად აიტანს ხელის შეხვეცას და ადაშლი და იმიტომ მე ძალიან გავბრაზდი მაგალითად ის სერიოზულად ვამბობ, ოღონდ ის გოგო რომ გაუშვეს სამსახურიდან იმის გამო რომ არასწორად მიაწოდა საბუთი თუ რაღაცა არ ვიცი და ნუ რაგვარი იყო ის გოგო ხელისუფალი გვარად ხო მართლა გაუშვეს სამსახურიდან ადამიანი მუშაობდა ჩვეულებრივად ერთ-ერთი დღე მოვიდა და გაუშვეს იმიტომ რომ ეს რაღაცა სერიოზულად თქვენ ხუმრობებსაც უსმენენ და სპეციალური დროებითი კომისია შექმნეს იმის გასაკვირად თუ ვინ შორის შორის ქალაქი ააგუგუნა იკვლევენ ვინ აგუგუნებს სინამდვილეში ამ ქალაქს ჩვენ თავის მე მაგ დასასაცილო სამსახურებ მაგალითად ზედამხედველობის სამსახურის ზედამხედველობის შემამოწმელის ზედამხედველობის სამსახური აი სამი ზედამხედველობა კი შეამოწმებს მგონი კი ცოტა არის კიდე უნდა დაემატოს კონტროლის სამსახური კიდევ თბილისის მერიაში არსებული ბენზინის ტალონების დათვლის ბიურო ის ვიღაცა ადამიანი ჩვეულებრივად ბენზინის ტალონებს ითვლის არ არის ცუდია ძალიან კარგია მაგალითად თავის მოკატონების სამსახური ძირითადად ძიელი თავის კატონები
მართლაც დარწმუნებული ვარ, რომ აი იმიტომ საუბრობს დათო ამ ხეებზე, რომ იცის, რომ ბიძინას მართლა სუსტი წერტილი არის ეს. აჭარას არ ეშვება, ასე ვთქვათ. ბიძინა ხეები გადააქვს ურეგში, ბათუმის ბოტანიკური ბაღის დირექტორი გადმოურბო თბილისის ბოტანიკურ ბაღში, ზღვამი აქვს ქუთაისში და პორტსაკეთები, მოკლედ აჭარლები ყველაფრის გარეშე დარჩებიან ზაფხულისთვის, ასე ვთქვათ, ზღვის გარეშე, ბოტანიკური ბაღის გარეშე და ამ ხეების კონტექსტში რა, ნუ ხა გამიგია არ არის გამორიცხული იმდენად პარადოქსალურ ვითარებაში ვართ, რომ აიკვეს რაღაცა ერთი წლის თავზე, რომ ეს ყველაფერი წინასწარ დაგეგმილი რაღაცა ხუმრობა იყო ბიზნეს მხრიდან და რო თქვა, რომ აი ხა მე ტოვებ, გავერთე კარგად 2 მილიარდ ლარს და წავედი, ხო? ანუ გვაცინა შეგნებოდა. ხა შენ გონია რომ პარასკევობით აშაყირებ მარტო ეხა დათო ნორმანიას, მაგრამ რო გაირკვეს რომ შეგნებულად 65 დღე ჩვენ აქეთ გვაშაყირებს, ხო? ეხა დღეს საკრებულოში ეხა ირაკლი ყვებოდა არც უარყო რა თანაშრომელმა მილიონ ყვავილთან დაკავშირებით. როდესაც ვკითხეთ რომ ეს მილიონი ყვავილი მაინც რამ გათქმევინათ, ნუ გვიპასუხეს რომ იცი რა, აი რო წავიკითხეო, მე მივხვდი რომ სასაცილო იქნებოდაო და თქვა მქონდა. კეთქვათ ერთი 999,000 ყვავილს დავრგავთ, მაგრამ არა მილიონი ყვავილი. იცი რა, ნუ ერთი ის თემა მაინტერესებს არამიზნობრივი ხარჯები თბილისის ბიუჯეტის. ერთი მე მახსოვს რომ გერმანული კომპანია ჩამოიყვანეს, რომელიც რაც გადაუხადეს 40,000 ევრო იმისთვის რომ დაედგინა როგორ უნდა განიტვირთოს ქალაქში საცობი. ესე იყო მარტივად გითხრა იმ გერმანელებმა, ეთქვა ბევრი არ იფიქრა 40,000 ევროზე, ბევრი არ იფიქრა და თქვა რომ უნდა დააყენონ ჩუქნიშანი. სამაგიეროდ ეხა უხდიან ერთ-ერთ კომპანიას 600,000 ლარს რომ მან უთხრას სად ავაშენოთ პარკინგები და ნუ ის როგორც არა, ეს არის აბსოლუტურად სერიოზულად ვამბობ და 1,5 მილიონი ლარი გადაუხადეს ერთ-ერთ კომპანიას, რომ მას შეერჩია კომპანია, რომელიც გააკეთებდა ქალაქის გენგეგმას. ანუ 1,200,000 ლარი გადაიხადეს იმისთვის, რომ 2,5 მილიონი ლარი სამუშაოს ვინ შეასრულებდა, ის გამოერკვია და მე დაგითხრა, რომ საერთოდ უანგაროთ, ასე ვთქვათ, არც მედანიკა ვაძლევთ ამ ასე ვთქვათ, რჩევებს უფასოდ, გვაქვს ნისიების რვეული და ბიზნეს როგორც ქვეყნის ვალი აქვს, ისე პირადი ვალი აქვს ჩვენი. რაღაცა მატროშკა სავითარი რა. ეს ტერმინოლოგიაშიც გამოიხატება რა, დათოს უყვარს ხშირად თუ მოსმენელი ყავთ, ხშირად გამოდის რაღაცაზე საუბრობს და იტყვის, რომ იქნებოდეს იქნება. ხშირად ხო დათო და მერე აი უნდა ხო გამოვიცნოთ რა თქმა არ არის აქ. ანუ ქმედებაშიც დაახლოებით იგივე პოლიტიკა აქვს რა. გასაგებია. კიდე ერთი თბილისის მერის მოადგილე იყავი. ირაკლი. დიახ. უგულავას დროს. სიტი პარკის ამბავში ხელი გირევია თუ არა? თავის დროზე კი როგორც იურისტი მონაწილეობდი, როგორც მერის იურიდიული სამსახურის უფროსი, თუმცა შემდეგ მეც წავიმტვრიე ცხვირი. შედიფარებით იმიტომ რომ გავხდი თბილისის მერის მოადგილე, მართლა 2 დღის გავხდარი ვარ. სამსახურებრივ მანქანაზე მე თვითონ ზივარ, გიგი უგულავა არის მაშინ მერი, გიგისთან თათბირზე ვარ დაბარებული და მივდივარ სადღაც შევიარე, გამოვედი და ჩემი მანქანა არ არის. დავრეკე სად არის რა არის და თურმე არ შევხედე ნიშას, გაჩერება არ შეიძლებოდა და სიტი პარკს წაუყვანია. ნუ თხოვე ჩემ მეგობას ტრანსპორტის სამსახურის უფროსს რომ მივალ და უბრალოდ იქება რიგში არ დამაყენონ, იმიტომ რომ მე მეჩქარება რომ თათბირზე დროულად უნდა მივასწრო და მანქანა გამომატანონ. მივედი, ნუ დგას ძალიან ბევრი უკმაყოფილო ადამიანი, მივიღე მეც უკმაყოფილო სახეო, და შევერია და იმიტომ რომ ნუ ასე არის დიდი უკმაყოფილება და ამბავი რომ ვინც ეს სიტი პარკი შემოიყვანა და ასე შემდეგ და მეც ვარ ამ ამბავში ჩართული, გამოვიდნენ და რომ თუ არის ვაბესაძე ვინმე, მეთქი მე ვარ, შემიყვანეს უკანა მხრიდან და მიბეჭდავენ, ახლა ჯარიმას უნდა გადავიხადო, ბეჭდავს ეს ბიჭი, ბეჭდავს და უცებ ამომხედა და ისევ შენ საერთოდ ვინახარო ესეთი რომ ტრანსპორტის სამსახურის უფროსმა დარეკა. ხეოხარი ერის მოადგილე ვარ დროზე გამატანე მანქანა თქვა ძალიან გაოცებული სახე ქონდა, მაგრამ ყველაზე ბედნიერი ამ ისტორიაში იყო ჩვენი ტრანსპორტის სამსახურის უფროსი, იმიტომ რომ ნარუშილოვკასავით ასე თქვა ჩაიდო ეს ისტორია ჯიბეში, იმიტომ რომ რამდენი ვინმე დაურეკავდა რომ აი ჩვენ გვჭირდება მანქანა წაიყვანოს, ხო მეგობრები ხშირად ასე თქვა აწუხებდნენ რომ აი მანქანა წაიყვანოს და იქ რამის დაგვეხმაროს, ნუ მერის მოადგილის მანქანა წაიყვანოს და ის ვერ გამოვიყვანეს და შენ როგორ დაგეხმარები ასე თქვა. და რა გუშველება სიტი პარკზე? უნდა შევეგუოთ. კიდე გამწარების დამეხერხები თუ იცი კიდე ერთი სიტყვის ბოლოში ნუ ახლა რადგანაც ესე ვაკრიტიკებთ ჩვენ ბატონი მერი და ნუ რა თქმა უნდა ნუ არის იყო რაღაც საბაბები
ჩვენთან არის ადამიანი, რომელიც პირადად მერის დამცველია და მერის სამსახურში მუშაობს და რომელიც არც თუ ისე კარგად იქნება თქვენს მიმართ განწყობილი, თუ შეიძლება რომ მოვიყვანოთ გადაცემაში. მობრძანდით. გამარჯობა. როგორ მზადებით, როგორ ახართ? ეხლა მე გისმენდით რა. აკულისებში ვიყავით და უცებ ექსპრომტად დავწერე ლექსი რა. ბატონ ნიკაზე. ის არ მეგონა თუ იქნებოდა მეორე და ვერფასომელია. როგორ ბრძანდები? არჩევნებს ვერ იგებთ რამდენი წელია? ნაციონალები ნელ-ნელა თავდებით ოცნების მომხრე ხო ჯერ კიდე ბევრია? და ასე უცებ წაგერთვათ მერია. ოღონდ არ გეწყინოს ეს ჩემი ლექსია. ლამაზი თვალები შენ წაგაგმელია, მაგრამ ნარმანასი იმენა სექსია. ობძანებულა შერლოკ ჰოლმსი და დოქტორი ვოტსონი. რა შვებით ახლა რომელ ტენდერს იზიებთ? რომელ ტენდერის საქმეს? ესე იგი, რა იყო ხო რამ გადაგრიათ, რამ ეს გიზე პროკურორის შვილის დაფინანსება და არის ამ 5,000 გადაურიცხეს და 5,000 და ამდენი სოციალურად დაუცველია ქვეყანაში და იმისთვის სოციალურად დაუცველს რომ იცეს ფული წავადე ბრინჯს, შაქარს, რაც პურის ფქვილს და რაღაცა ას ელემენტარულებში მიაფშნის ამ ფულს. და ის სწავლობს ის ადამიანი და ჩამოვა და გამოადგება. მე მის ოჯახს და მის ნათესავებს. მის ოჯახს გამოადგება თუ ქვეყანას გამოადგება რეალურად? 5,000 ლარად გადაწყობა ახლა თან. ჩაურიცხე 200-300 და ერთი რა მაინტერესებს, შენ რო სწავლობდი ამერიკაში ჯარტიში აგროვე, ჩაბარე და იმის სული საქმედი თუ ხარი. მაინტერესებს. ჯარტიში აგროვე. შებიჯოთ, ოჯახაჩენებულა, შეხედე მომისმინე ახლა სწავლა სინათლეა, უსწავლელობა სიბნელე. სწავლის ძირი წარი არის კენწეროში გატკბილდების ხო. სწავლა ფიკვდიმდე შენია, მუდამ შენთანა მყოფელი. გურამიშვილი აბრალებს ნარმანიას და ეგენი ვინ არის? არ შემოგვიდი კაცო. მე ერთი ნიკაშეთა საქმე მაგ ცალკე მინდა დაგელაპარაკო ახლა ხალხი და ის არ მინდა. მაგრამ პრინციპში გეტყვი ახლა მე. დიახ. ეს შემოждები. მისმენია ახლა და მინდა. კაი, იგი აბესაძე ახლა და ჭენდია და არ იცის ახლა ჯენმაგდები. შერომელია და ის როა ნარმანია. ნუ დავარღვევთ ამ დაუწერან კანონს ახლა რაც არის გატანის ამბავზე გეუბნები. არ გვი. მეგრელობის ამბავი. ხო, ჩემი რო ხარ მითო გეუბნები უშხორო იყოს მაგას არ ვეღარ. ეს უცებ ახლა ეს ორი სიტყვი რაც მინდოდა მე თქვა თუ არ ეს მილიონი ხისა და იმისამ ეს მილიონი ხე იქნება მე მილიონი ყვავილი იქნება და მოვა მილიონ თვლის ღერამდე და შენც მოხედავს მე და იქნება კარგად მილიონი ხე თვლის ღერამდე ახლა ეს მილიონ ხეზე მინდა კიდე რაღაცა რო თქვა ეს რო უკიჟინებთ ახლა ეს მილიონი ხეზე ხო იყო ამბავი ახლა გახმა ეს ხები გახმა და დადგებიან ამ გავხმარ ხესთან და ყველანაირად ცდილობენ ამ ნარმიანიას წყალი შეუყენონ შეკაცო ის წყალი მიუსხი ხეს და გაიყარეს მის ჩამოგდებით რო ხართ ხო აცალეთ ხო შეიძლება ეგეთ ერთ საკუთში ტელეფონი აკაცო მინა ჯოხი ასეთე და თუ ძაღლი თუ რა ამის დასწავლებიან დაზარა ალო ხო კომის ადგახარა გაგარინდი შებრუნდი ახლა იქით ერთმანეთში გადაცმული შენობა რო ას ერთმანეთში შეც გავერგეი გებეჯო ნახევარი საათ რო უყურებდი პირველად
ხამაბი რო ჭამეთ იმის წინ არის ხო всё ეგრე ხო წახვალ ქვევით ახლა აი კაცი და ვეხურო ჭიდაოს იმას რო გაცდები 2 კილომეტრი ასე 2 კილომეტრი ნახევარი არის და ცხენზე შემჯდარი მეფე დაგხვდება და იქ ჩამოდი დამელოდე რომელი მეფე და ლუდოვიკო მე-14 რომელი მეფე არა კაცო მართლა ლუდოვი ეს მიხუმრე კაცო დავით ლუდოვი ვარდე იკარქად ლანდა ხო რამინდა ახლა რო გითხრათ კიდე 1000 სულელური კაი პროექტი გაქვს დატოვებული თქვენ და იმის გამოსწორებას უნდება ნარმანია იქ და დღე-დაღამე მუშაობთ მაგს დაგიწყე ხო რაც კაი გააკეთეთ თუ იმაზე მე არ ვამბობ არაფერს სიტი პარკი იყო ფულისტანოკი და არის შვენიერია დალტო აი რაც არის კი აი ეს ტელეფონი აწრებინდა ეს თუ დაკარგულია ნარმანიაზე მე მემაგრებული ჩიპი თუ გაც ტაიმ ზონას მე რეიწყებს ტრიპის ტრიპის ეს შეცასულა ამას რა მოაბრუნებს გავიქეცი ახლა რა თქვენ გერაცოლეთ მოდი უნდა გავარდე ხო და შეეშვით რა თქვენ გერაცოლეთ რა ამ ადამიანს შეეშვით არ უნდა ამდენი ჩახოლღოზება და ჩავგაიძადი ნუ დეიგვაგლები რაღაცა რა დეიგვაგლები რა სიტყვებიანი ხა ეგ რა დიდი ძერი შეძია ემოზურთული მოზოვინული კაცი რო დაგიწყეს კიდე ლაბარაკ ახლა აქედან მივდივარ აგერამა რა შემიძლია ვაშაძია რომელიღაცა გადაცემაში სტუმრად იგინა უნდა შეუვარდი ახლა იმას ეს ზაქარეიშვილი ვერ გავაправია ნარმანიას კიდე მოუკერკებ რა ამირამადერა თარიანი მოგმეთ ასე რომ აი კრიტიკაც უნდა მიიღოთ გენაცოლე ესეა საქმე გაიგე ისე თქვენ მე მგონი ერთი სკოლელები ხართ ერთ სკოლა გაქვთ ის 57 სკოლას ვავდით ერთად შეთქმულებას აქვს ადგილი ხო ანუ ერთად მოდიხართ და ნუ ეს შერლოკ ჰომსი და დოქტორ ვატსონი ერთი დამრიგებელი ყავდა სვეტაში ხო ცისანა ბერძენიშვილი კარგია ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ მობრძანებისთვის წარმატებებს გისურვებ და წარმატებებს უსურვებ ზოგადად თბილისს და საქართველოს. დიდი მადლობა ირაკლი აბესაძე, ნიკა მელია იყო ჩვენი გადაცემის სტუმარი.